სრული განუკითხაობის კენ მივდივართ, როგორც ჩანს, გიორგი რა აჩერებს ამ პროცესს, აი რაღაცნაირად თქვენ გვინდა შეაჯამოთ დღევანდელი დღე, თან სინდისის პატიმრების ოჯახები გვყავდა, ვისაუბრეთ ამ შემზღუდავ რეგულაციებზე და რა რჩება საზოგადოებას ხელთ, იმიტომ რომ ნამდვილად არის განცდა, რომ ქართული ოცნება იზოლაციაში მყოფი, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება უკვე ყველაფერზე მიდის. აი კეთ რა გრჩება ხელში? ჩემი აზრით ერთადერთი რაც ამ ქვეყანაში ბოლო წლებია მუშაობს, ეს არის საჯაროობა და თქვენ შეიძლება ვერც გრძნობდეთ იმ ესეთ მასშტაბს, რასაც თქვენ შეიძლება როლს, რომელიც თქვენ შეიძლება გქონდეთ გურამ ახსენა, ეხლა ახსენეთ შემთხვევა, როდესაც გურამს თავს დაესხნენ. ნახეთ, რომ არაფერი გამოძიება არ მიმდინარეობს. ნახულობთ, რომ ამ ქვეყანაში სასამართლოს იმედი არ შეიძლება გქონდეს. ნახეთ, რომ არც ერთი დამოუკიდებელი უწყება არ მუშაობს. ნახეთ, რომ ყველაფერი, როცა რაღაცა ხდება, ყველა კამერა ფუჭდება. როცა რაღაც ხდება, არაფერი მტკიცებულების მოპოვება არ ხდება. მაგრამ როგორც კი აქციას რაღაცა აქციისთვის საჭიროა, რაღაცა ბოლო დონის, მაღალი გარჩევადობის, ყველაფერი უცებ ჩდება. ამიტომ ერთადერთი რაც ამ ყველაფერს აჩერებს არის საჯაროობა. ხალხი, რომელზეც თქვენ ამბობთ, რომ რაღაცა შეიძლება ვერ გავაგებინეთ, რაღაცას ხმათ არ ესმით, ისე ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, ქართულ მოსახლეობას ბევრი კვლევაც აჩვენებს, რომ პრობლემები კარგად ესმის, კარგად ხედავენ, მას განსხვავებული რეაგირების ფორმა ალბათ. ნახეთ გუშინ მასშტაბური აქცია და პროტესტი რო არც არ წასულა. ნახულობთ ყოველ დღე. დღესაც აქციიდან მოვდივარ და უამრავი ადამიანი დღესაც იქ არის შეკრებილი. ხშირად ხვდებით ხოლმე აქციებზე ერთმანეთს. კი, ამიტომ ხშირად ხედავ ხოლმე თქვენ როცა ინტერვიუებს წერთ ხოლმე. ამიტომ მგონია რომ ეს ყველაფერი თქვენ როგორც შუამავალი რაღაცა პრობლემებს და საზოგადოებას შორის და ესე ვთქვათ ადამიანის საჭიროებებს შორის არის ალბათ ერთადერთი მნიშვნელოვანი და ალბათ ის ყველაფერი რაც მამუკა მისაუბრა, კარგად ადასტურებს იმას, რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენი არსებობა. ყველა ალბათ რაღაცნაირად თავარი აღარ ფუნქციონირებს რამდენიმე კვირა და ალბათ ეს ჩემთვის ერთ-ერთი დიდი შეიძლება ვიღაცამ თავარს არ უყურებდეს, მაგრამ ყველა მიცოდა რომ თავარი ისე როგორც თქვენ, ტვ პირველი, კავკასია, ბევრი ონლაინ მედია არის, რაღაცნაირად ფორპოსტი, იცი რომ პრობლემა რო გაქვს, თქვენთან მოდიან ადამიანები, ხო? იმიტომ რომ იციან რომ თქვენ გააშუქებთ, თქვენ ამას მიიტანთ საზოგადოებამდე, მე საზოგადოებას ხედავთ სოლიდარობის სხვადასხვა აქტებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მედიის გადარჩენა და თქვენ ტელევიზიას ყველა თანამშრომლს ვინც აქ ხართ, ამაში დიდი მადლობა გეკუთვნით, იმიტომ რომ ხედავთ ფორმულას გადარჩენას, როგორც ცდილობთ, როგორ აკეთებთ ყველაფერს ამისთვის და იმედი მაქვს, რომ ეს გამოგივათ ისევე როგორც სხვა ტელევიზია. დაგვეწევა ის რეგულაციები, რომელსაც გადაცემის დასაწყისში იმედი დავიტოვოთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით თქვენ მარტო თქვენ სამსახურში არ ხართ, თქვენ ხართ მართლა ქვეყნის სამსახურში და ეს საჯაროობა, ეს ჟურნალისტური საქმიანობა ალბათ არის ის, რაც ქართულ დემოკრატიას რაღაცა ბოლო ლურსმანივით არის, რომელიც იჭერს და დარწმუნებული ვარ, ეს ლურსმანი ძალიან მყარი იქნება და ბევრ ამას გაუძლებს. დიდი მადლობა. ამის გვჯერა და ზოგადად რატომაც გვებრძვიან მოკლედ სამოქალაქო სექტორს, მედიას ეს თუნდაც აერძის მაგალითზე ეს ძალიან მომეწონა ეს მაგალითი, მაგრამ ძალიან ხელშესახები მაგალითია, ხო? არის სამოქალაქო სექტორი იძიებს კორუფციის ფაქტებს, მაღალი კორუფცია, მაღალი ელიტური კორუფციის ფაქტებს, კავშირებს ხელისუფლებასა და მათი მფარველობის ქვეშ მყოფი ბიზნესმენებს შორის, მათ შორის არის პაპაშვილი, ხო, რომელიც ზუსტად აი ამ რძის სკანდალშია გახვეული და უბრალოდ სამოქალაქო სექტორი რომ არ არსებობდეს, ვინც ამ კავშირებზე კვლევას ატარებს და შემდეგ თუნდაც მედია, რომელიც ამ ყველაფერს აშუქებს, აი მოგიწევთ ამ რძის მირთმევა მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. ამ მაგალითით მაინც ხელმძღვანელეთ, ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ მადლობელი ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის, მათ შორის ამ აქციების დროს და ამ რეჟიმისგან დაზარალებული ადამიანებიც და იმედი მაქვს რომ ასე ერთმანეთის გაწილებას და აუცილებლად რომ რაღაცნაირად აქედან ზია ამაღლობელიც ვახსენოთ, სწორედ ბათუმელებმა დაწერა იმის შესახებ, რომ გურიაში სადაც ხელისუფლებამ ვერაფერი ვერ გაუკეთა, ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ხარვეზებით დაიწყო მოქმედება სტიქით დაზარალებულების დასახმარებლად 3 მილიონიანი პრემიები დაარიგა, ეს დაწერა ბათუმელებმა და სწორედ ასე არ უნდა ხელისუფლებას რომ იმუშაოს მედიამ და იმედია ამას ვერ მიაღწევა.